ამ ვიდეოთი შევეცდები ძალიან მოკლედ ავხსნა თუ რატომ ეშინია ასე ძალიან საქართველოში რევოლუციის. Ვისაც არ ახსოვს იმ ადამიანებს ძალიან მარტივად შეუძლიათ ნახონ თუ რა იყო 2013 წელს უკრაინაში ევრომაიდნის პროცესების განვითარების მიზეზი და საფუძველი. რის გამო განვითარდა ეს პროცესები, ხო? ეს იყო, ესე იგი 2013 წელს უკრაინის პრეზიდენტის იანუკოვიჩის მიერ ევროასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უარის თქმა. და ამას მოყვა შემდეგ სწორედ ის პროცესები, რაც განვითარდა უკრაინაში, ხო? და საქართველოშიც დღესაც უყურებთ, რომ ზუსტად ერთ-ერთში იგივე მიზეზი არის იმ პროცესებისა, რაც ვითარდება დღეს ქუჩაში, ხო? რომ ეგრეთ წოდებულმა პროევროპულმა და პროდასავლურმა ძალებმა მოახდინეს ხალხის ქუჩაში გამოყვანა და დააყენეს იმ მოთხოვნით და იმ იდეით, რომ საქართველო, ესე იგი, შორდება ევროპას და დასავლეთს, მიდის რუსეთში და უნდა ეს ხელისუფლება რევოლუციის გზით გაუშვათ სახში და ხელისუფლებაში მოვიდეს პროევროპული და პროდასავლური ძალები, რომლებიც იქნებიან თავიდან ბოლომდე დასავლური კურსის გამტარებელი ძალები და ხელისუფლება და საქართველოს ინტერესებს გადააწევს უკანა რიგებში მეხუთე და მეათე რიგში და კაცმა არ იცის კიდევ მერამდენე რიგში, ხო? უკრაინაშიც სწორედ ამ ევრომეიდნის რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა ეგრეთ წოდებული პროევროპული და პროდასავლური ძალები, თავიდან ბოლომდე დასავლური კურსის გამტარებელი ძალები, რასაც მოყვა იმ წუთასვე უკრაინაში რუსეთის სამხედრო გზით შეჭრა, ხო და უკრაინის ტერიტორიების ოკუპირება, ხო? და რომ ეშინია და რომ ვიძახი რომ აუცილებლად ომი იქნება საქართველოშიც თუ კი მოხდება და შეძლებენ და რევოლუციის გზით ხელისუფლებას დაამხობენ და სათავეში მოვა ის ძალები რომლებიც დღეს ჩვენი ოპოზიცია წარმოადგენს რუსეთი აქ არც მორალურ სახეს გაუფრთხილდება და არც არაფერს იმ წუთსვე შემოვა და საქართველოშიც მოახდენს საქართველოს თავიდან ბოლომდე ოკუპაციას როგორც ცდილობს და როგორც ანგრევს უკრაინას, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო ბევრად წამგებიან სიტუაციაში ვართ უკრაინასთან შედარებით იმ გაგებით რომ მცირეერი ვართ და პატარა ქვეყანა გვაქვს, ხო? მარტო კიევში ცხოვრობდა 3 მილიონზე მეტი ადამიანი ომის დაწყებამდე, რაც ქართველები ვართ, ხო? და ამხილა ქვეყანა მე მგონი ყველაზე ევროპაში არ ვიცი მაგაზე დიდი ქვეყანა შეიძლება იყოს, შეიძლება არა. და 40 მილიონზე მეტი უკრაინელი ცხოვრობდა და ხედავთ ყველა როგორ უჭირთ დღეს რუსეთთან ომი, ხო? ეხლა ვინც რაც არ უნდა თქვას, რომ აი რუსეთმა წააგო ეს ომი და აგებს და ასე შემდეგ, ფაქტია, რომ 20% დაახლოებით შეიძლება უკვე მეტიც დღესდღეობით რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიები და კიდე როგორ დამთავრდება ეს ომი კაცმა არ იცის, ხო? უკვე მიდის განხილვების სხვადასხვა ვარიანტების უკრაინაში ომის დამთავრებისა და მათ შორის ერთ-ერთი ვარიანტი არის ჩრდილო და სამხრეთ კორეის მოდელი. ასევე ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ სხვადასხვა ექსპერტულ წრეებში იმას, რომ უკრაინამ უარი თქვას ოფიციალურად უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რაც დარჩება, აი ეს დარჩენილი რაღაც დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში ან გაფორმდეს რაღაც სპეციალური ხელშეკრულება ნატოსთან ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან როგორც სახელმწიფოსთან დაახლოებით ისეთი როგორც აქვს მაგალითად ისრაელს, ხო? არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ სამხედრო ხელშეკრულება აქვს დადებული ისეთი ამერიკასთან, რომ ამერიკა ვალდებული ხდება დაეხმაროს ისრაელის სახელმწიფოს სამხედრო გაძლიერებაში და ომის წარმოებაში და როგორც შეიარაღებით, ასე ცოცხალი ძალით და ასე შემდეგ, ხო? აი ამ მოდელზე და კიდევ სხვადასხვა მოდელებზე მიდის მსჯელობა. მაგრამ კაცმა არ იცის, ხო, ამას ეს უბრალოდ აი მსჯელობის საგანია ჯერჯერობით, მაგრამ ჯერ კაცმა არ იცის
საერთოდ როგორ დამთავრდება ეს ომი და პუტინი რა დათმობაზე წავა და იქ უკვე ზელენსკის აქ რომ მოლაპარაკებები წავა ზელენსკის დამიჯერეთ უკვე არავინ აღარ შეეკითხება აზრს ისე გადაწყვიტავს რუსეთი და დასავლეთი უკრაინის ბედს რომ აქ უკრაინეს არც ხელისუფლებას და არც ხალხს არავინ არაფერს აღარ შეეკითხება და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რა მოიგო უკრაინამ რა აი რა მოიგო ხო ვერც ნატოს წევრი ხდება ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გახდა დაკარგული ტერიტორიები დანგრეული ქალაქები 100,000-ობით დაღუპული ადამიანი და მილიონობით დასახიჩრებულები ხო ვინც ომში დასახიჩრდა და 10 მილიონობით კიდე ტოლუილი განადგურდა ხო ქვეყანა უმძიმესი ეკონომიური მდგომარეობა აქვს დანგრეული ეკონომიკით დემოკრატიის ხარისხი არის -100% და საშინელ დღეშია ეს ქვეყანა და ეს ხალხი დღეს ჩავარდნილი და ეს მოატყუეს თუ არ მოატყუეს თუ ესე იყო თუ ისე იყო თავიდან ბოლომდე ქონდა უკრაინელ ერს ამ არჩევანის უფლება იმიტომ რომ მათ სახელმწიფოს ეხება და მათ მომავალს მათ ქონდათ უფლება აირჩიათ ომის გზა და აგერ აირჩიეს მაგრამ შედეგზე რომ ცოტა ალბათ უფრო დაფიქრებული იყვნენ და უფრო ცივი გონებით გააანალიზებინათ არ ამგონია ეხლა რომ უკრაინაში 2013 წელი დაბრუნდეს ამ გამოცდილებით რომ იგივე არჩევანი გაეკეთებინა ამ ხალხს და ამ ქვეყანას სწორედ ამიტომ ვიძახი რომ შეცდომაში შეიყვანეს და ზუსტად იგივენაირად დღეს ცდილობენ საქართველოს აი ამ ომში ჩათრევას და ნურავის ნუ გგონიათ ეს რაღაცა ბიძინას მოლანდება ან ვიღაცა იმის კობახიძის მოლანდება ან მდინარაძის ამოჩემება ეს არის ფაქტი მეგობრებო დღეს უკვე დადგა ის დრო რომ რუსეთი და ამერიკა ეს ორი დიდი იმპერია ერთმანეთთან შევიდა ომის ფაზაში ხო აი ამ ომის ფაზაში როგორც უკრაინა ასევე საქართველო არის იარაღი ხო იარაღი ამ შემთხვევაში უკრაინა არის დასავლეთის ხელში რუსეთთან ბრძოლაში ზუსტად იგივენაირი იარაღად ხედავენ საქართველოსაც და ნურავის ნუ გგონიათ რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოდან რუსეთის მეორე ფრონტი გაიხსნება აქ რაღაცა რუსეთი ამით ძალიან არაფერი არ დააკლდება ან ჩვენ რა უნდა დავაკლოთ ან ესეთი საუბრები რაღაც მიამიტური მგონია რა ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა საქართველოდან ფრონტის გახსნა რუსეთისთვის დარწმუნებული იყავით ამაში მეგობრებო რა ეხლა რაც შეეხება ჩვენ ხელისუფლებას, ხო ჩვენ ხელისუფლებას რაში ვადანაშაულებ რა. როგორც უკრაინელ ხალხს ჰქონდა არჩევანი, უფლება თავიდან ბოლომდე გაეკეთებინა არჩევანი ეომა თუ მშვიდობით გზით მოეგვარებინა ეს თავისი პრობლემები რუსეთთანაც და დანარჩენ სამყაროსთანაც ანალოგიურად და უფრო მეტიც ჩვენ მეტი მორალური უფლება გვაქვს იმისა რომ შევიდეთ უკრაინასთან ომში, რადგანაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და სრული უფლება გვაქვს როგორც მორალური ისე სამართლებრივი რომ აი ეს ბრძოლის გზით და ომის გზით მოვახდინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ხო? მაგრამ აქ არის მეორე საკითხი. იმ შემთხვევაში თუ გადავწყვიტეთ და აი ვინც ამ ომის გზას ხედავს იმ ადამიანების გასაგონად აი ესეც კითხვას დავსვავდი რა ვინც ხედავთ საქართველოს ერთადერთ გზას და გამოსავალს იმაში რომ რუსეთთან ომის გზით ჩვენ შეიძლება გავიდეთ ფონს და უფრო ძლიერი საქართველო და უფრო ძლიერი სახელმწიფო გქონდეს ამ შემთხვევაში საქართველოს ხედავთ თუ არა მზად ომისთვის, ხო? ან თუ ერი ჩამოვყალიბდებით და გადავწყვიტავთ იმას, რომ აი ომია ერთადერთი გზა. ხომ მზად ვიყოთ როგორც ერი ომისთვის, როგორც შეიარაღების კუთხით, ისე ფიზიკურად, ხო? ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად სრულად ერი მომზადებული ამ ომისათვის. თუ გვინდა რამე შედეგს მივახციოთ, ხო? და თუ უბრალოდ ურაპატრიოტიზმი არ არის და აი ესე რა ქვია მაგას გასაწირად არ გავიმეტებთ ჩვენ ქვეყანას. ჩვენი დღევანდელი
დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც შეიარაღება გვაქვს და როგორც ხალხი მზად ვართ ომისთვის, 1% არ გვაქვს იმის შანსი, რომ რამე წინააღმდება გაუწიოთ რუსეთის სახელმწიფოს, ხო? ასეთ შემთხვევაში თუ ერმა გადავწყვიტეთ და არიქა და ომი გვინდა, ხო, უნდა ვემზადოთ ომისთვის, უნდა მოვემზადოთ, ამას დაჭირდება ალბათ წლები, ხო, იარაღის შეძენა, ხალხის მომზადება, თავდაცვითი ნაგებობების აშენება და ყველა ქართველმა უნდა ვიცოდეთ ქალმაც და კაცმაც ომის დაწყების შემთხვევაში ვის რა როლი გვეკისრება და ვინ რა ფუნქცია უნდა ვიკისროთ. ამის შესახებ ხო არავინ არაფერი არ ვიცით. შეიარაღება ჩვენ არ აგვაქვს და მიდი ეხა და ეომი ამას და რა შანსი გვაქვს ამ ომში რამის ესეთ ომში გვექნება რამე შანსი გამარჯვების ან რამე წარმატების მიღწევის. ეს ხო წარმოუდგენელი რამეა და ხო უეჭველი მარცხისთვის უწირავთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ, ხო? ამას ეხა მე რასაც ვაპარაკობ, ხო? ეს მესმის ჩემი მეგობრებისგან და ბევრისგან გამიგია რა, რომ აი თუ რუსეთს მაგრად კბილებში არ მოხვდა და თუ ძალა არ იგრძნო, ისე მოკლედ მაგის მორჯულება არ იქნება და ისე საქართველოსთვის სასიკეთოდ რუსეთი ნაბიჯს არ გადადგავს, ხო? კაი, იმ შემთხვევაში თუ გეთანხმები ამაში, ხო უნდა ისე უბრუნდები იმ საკითხს, ხო უნდა ჩვენ ყველა ვაიძულებდეთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც და ყველასაც იმას, რომ მოახდინოს სახელმწიფოს მომზადება ამ ომისთვის, ხო? როგორც მოსახლეობის, ისე როგორც შეიარაღება შეიძინოს, როგორც ასეთი თავდაცვითი თუ თავდასხმისითი თუ მოამზადოს მოქალაქეები იმისათვის, რომ იმ შემთხვევაში ვის რა ფუნქცია გვეკისრება, ვის რა როლი გვაქვს, ხო? როცა ესეთი რამე არ ხდება ქვეყანაში და არანაირად ომისთვის მზად არ არის ხალხი, ხო? და 1% თუ მაინც არის იმის საფრთხე, რომ აი ესეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა და ერი შესაძლებელია 1% არსებობდეს იმისა, რომ რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე დადგეს. ჩვენ თუ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და ჩვენ თუ ჭკვიანი ერი ვართ და ჭკვიანი ხალხი ვართ. ხო არ უნდა დავუშვათ ეს 1% და ჩვენი ქვეყანა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავაყენოთ იმ დარტყმის ქვეშ, ისეთი დარტყმის ქვეშ, რომ საერთოდ ქვეყანა დავკარგოთ და კაცმა არ იცის რა იქნება მერე, ხო? ან და აი ამ ომის საპირწონედ რადებს, ხო? აი თუ ჩავებით სიტყვაზე რუსეთთან ომში, რას გვპირდებიან ესეც, ან რას გვიკეთებენ, ან გაგვიკეთონ რაღაცა ისეთი, ხო, შეგვიყვარს